წინა კვირას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი სიხარულის უფევდა ჩვენმა გოგონამ ნუცა ბუზალაძემ მოიგო იურმალა და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გამარჯვებული ნუცა და მისი თანმხლები პირები რომელსაც ყველანი ძალიან კარგად იცნობს მოგვეწვია შალვა რამიშვილის შოუში ეხლა სპეციალურად წარგადგინოთ. ესე იგი, ნუცა, ნიჭიერი გამარჯვებული ჩვენი სიამაყე, მისი პროდიუსერი ლელა და ლელას პროდიუსერი მამულიჩა. პროდიუსერის პროდიუსერი. ხო, ფაქტობრივად ესე გამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ოფიციალური პროდიუსერი მამულიჩაა. შენი პროდიუსერის პროდიუსერი, შენი პროდიუსერია? ძალიან დიდი სიხარული მოუტანე შენ საქართველოს ყველას გაგვიხარდა და ბუნებრივია დღეს გთხოვ რომ მოგვიყვე კულისები, პერიპეტიები შენს გარდა აგერ მამულჩასა და ლელას ვთხოვ. დაჯილდოების ცერემონია. მოდით ნახოთ ვიდეო, სადაც არის დაჯილდოების ცერემონია. Первая премия Гран-при Нуца Бузаладзе, Грузия. Хрустальная волна и 50 000 евро. Okay, I just want to say thank you to all of you, audience. I just love you so much. I want to say thank you to the judges. I want to say thank you to my producers, Lela. I love you. And also, I want to say thank you to my mom. I love you so much. I also want to say thank you, спасибо to Александр Ревзин. Огромное. И вас всех, и люблю вас. Очень. Спасибо. Нуца Бузаладзе, Грузия, первая премия. Юля. არა, სხვა შორის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყველასთან. დარწმუნებული. კი, ყველასთან, მაგოგოსთან განსაკუთრებით, მაგრამ აი სულ ესეთი ის ქონდა ხოლმე, თვითონ არ იცის ინგლისური. ამიტომაც სულ მეუბნებოდა. სულ მეუბნებოდა ხოლმე რუსულად, მაგრამ აი ჩემთვის უფრო კომფორტული იყო ინგლისური. სცენაზე დაგიძახა. ეს არ მოსულა. ნუ არა უშავს. მე ჩორც კი არ ვაგდებ. ეშმაკს კი არ ვაგდებ. არა უშავს, ის არ მოსვია. ეს გოგო, ეს პლაქსინა, რომელიც წარმოადგენდა ახალ ტალღაზე რუსეთს, უკრაინის X-ფაქტორში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. საკმაოდ წარმატებულად იარა ამ გოგომ. და რო ჩამოვიდა, ჰქონდა მუქი თმა, მშვენივრად გამოიყურებოდა და აქ რო ჩამოვიდა? ამ კონკურსზე რო ჩამოვიდა და უცებ აბსოლუტურად შეუცვალეს იმიჯი, გადაპარცეს რაღაცა და ეთყობა იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ იყო და იმდენად ცუდად იმოქმედა ამან მას. დაავიზნა ყველაფერი, ხო? უცებ გაბოროტდა, ავისი ამოვიდა. მედგრად უძლებდი შენ, ესე იგი. არა, სხვათა შორის ესეთი პატარა ისინი იყო ხოლმე სულ, რასაც არასდროს არ ვიმჩნევდით არავინ. მაგრამ მაინც ყოველთვის ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა მე პირადად და არც მიმიქცევია, არც გამიგია მაშინ. მე რო გადავახვე და რო უყურე, აი მაშინ შევამჩინე, თორე მაშინ რომ მითხრა არც გამიგია. ძალიან გამიკვირდებოდა, ეხლა რომ მაგი გაგითხრა უკიდან პლაქსინა. პერუსკი. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა. აუჩი. დედას გეფიცები მე არ ვიცოდი მაგას თუ იღებდნენ რა უხტო მაგას აჩვენებ მაგას არ ვიძახი კაცო მაგას წაყვედი მე რადიოში რომ გამოდიოდი იმაგება ხო და დედას გეფიცები სადღაც სხვაგან წაყვედი ის არ მაინტერესებს შენი პირადი რაში მაინტერესებს მოკლედ ნუცა და მისი პროდიუსერი მამულიჩა იყვნენ რადიოში სადაც მათქმევინე რაღაცა დედას გეფიცები არ ვიცოდი რომ იღებდნენ დედას გეფიცები უბრალოდ ვიძახი რა დროზე გაუშვათ თორე ხახი სხვა რამეს იფიქრებს ნახოთ აბა რა ხდებოდა აბა
еще вот что, как-то на этом конкурсе все совпало. Например, ты говорила когда-то, что у тебя есть мечта спеть вместе с Никитой Пресняковым. Ты хоть успела с ним договориться сейчас? Нет, не удалось. Ну ничего, можно будет ему написать. Хороший парнишка, кстати, такой, не испорченный шоу-бизнесом. Да, мне очень нравится. Вот, Тарджиман Жолшиков. Ну, пожалуйста, скажи, что в этом Преснякова такого? Он парень харизматичный. А ты не понимаешь? Мамулич, пожалуйста, переведи, пожалуйста, Мамулич. Я спросил, что такого в этом парне? Он харизматичный или нет? Мамулич, what were future plans with Nutsa? არის ნერვიულო ორივე ენაში მყარათავარ. და ახლა ლელას მინდა ვკითხო. მე მეგრულად. ასე ბაღანას მინჯებს ფაიქი. გამოჩაშო, გამოჩი. ასე ბაღანას მინჯებს ფაიქო. აბა მუჯო, აბა მე. კარგმანი არ უნდა ამას. რა კარგი. აი ესეთი ინტერნაციონალური გამოგვივი და მართლა ეს რუსული რო არის, ესე მოხდა, ხო? ესე გამოვიდა. მე რას ფიქრობდი, იცი რა მაგარია, რომ განა პროტესტის გამო, იმიტომ რომ აი პროტესტი გამოუწია. ესეთი თაობაა. გაიზარდა ბავშვი ინგლისურ გარემოში, ქართულ ინგლისურ გარემოში და რუსული არ იცის და ესე მოხდა. სხვა შორის ერთ ბოდიში ლელა გაწყვეტენ რაღაცა მინდა გითხრა. აი ბოლო სიტყვა რო იყო რა. შევედი და უთხარი ნუცა მეთქი. რუსულად მეთქი, დავწეროთ მეთქი და დაიმასწორე და თვითონ მითხრა რომ გეხვეწები არ მინდა რა რუსულათო და ინგლისურად ვიტყვიო რა. ხო, რაც მომივიდა ინგლისურად ვიტყვიო. არა და მე წინააღმდეგი ვიყავ, ანუ წინააღმდეგი ხა ცოტა ხმამაღლა, ანუ მე უთხარი რა, ნუცა მეთქი ხა დაზები, მაგრამ ის რაც შენი გულიდან ამოგივა, მე უთხარი და რაინაზე შენ შეგიძლია რომ გამართულად თქვა, ჯობია რომ თქვა იმენაზე და ის აბსოლუტურად საკმარისი იყო და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე. მოდი ვილაპარაკოთ შენს მომავალზე. სად ხედავ შენ საკუთარ თავს, აი 2 წლის შემდეგ, 3 წლის ქვეყანაში. დიდ ქვეყანაში. სად? აუცილებლად. ან ამერიკაში, ან რუსეთში, სადაც იქნება, ესე რომ ვთქვათ, რა უნდა გააკეთო, რა გინდა, რა მიმართულებით გინდა წახვიდე, შენ გინდა მაგალითად ზოგს ურჩევნია მუსიკალური არტისტობა, მუსკომედია, მსგავსი შოუ. ცოტა ჯერჯერობით მინდა რომ სოლო კარიერა. სოლო კარიერა, რა თქმა უნდა, მომღერალი და შემდეგ აი როცა უკვე ისეთი ცნობილი მომღერალი ხარ, რომ ყველა გიცნობს, მაშინ უკვე არის ხოლმე შემოთავაზებები კინოდან, ეს რომ თქვა მიუზიკლებიდან და სხვა შორის ძალიან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მიუზიკლში. მართლა ჩემი თამაშებდი მაგალითად. აი ძალიან მომწონს ფილმი ბარბარა სტრეიზენდი რო თამაშობს Funny Girl. აი ზუსტად ვიცი რომ აი მაგროლს შევასრულებდი აი ძალიან მაგრად. კაი, აი ალა პუგაჩოვას როლი რო შეასრულე შენ. ერთი აძინ ბაძინ თუ ბაძინ აძინ. დაიწვას ეგრად. შეგნებულად არ უშვებთ ამ ვიდეოს მისტერმა. აძინ ბაძინში თუ ბაძინ აძინში. პუგაჩოვამ ნახა ეს ნანახი აქ ესა არ იცი? ძალიან არლეკინოს ასრულებდა ძალიან ნიჭიერად მაშინ. არა შორის თვითონ ახალ ტალღაზე ლინკი იყო რა დადებული ანუ ინფორმაციას რო იღებდნენ ყველა მონაწილეზე ხო შეიძლება მაგრამ იქ ესე თვითონ არ მოვა და მე ძალიან ვინერვიული ეგ ლინკი რო დადეს რატო იცი რატო ამას მოყვა ბევრი რაღაცები იმიტომ რომ ხო იცი ხა პატარა საკენკს როგორც კი გადაუყრი მე გონიათ რომ აი რაღაცა და იმიტომ რომ დაწერეს რომ აი რაღაცა გამორჩეულად ალას რაღაცა და ეს ამ შემთხვევაში გაუფუჭებდა საქმეს ნუცას ხო და კირკოროვს რაც შეეხება, კირკოროვს შენ რო დაწერე. კირკოროვს ძალიან მოწონდა. ჰა? წყევლა არ დაწერე კირკოროვზე. ეს ის წყევლა როცა შენ არ მოწავდა. აღმომხდა, მაგრამ აღმომხდა უბრალოდ ისეთი გამწარებული მივედი სახში აი ესე ვიფიქრე რომ რა ვქნა მეთქი ამ კაცს რა. იცი რა იმ რეაქციის მე რასაც აკეთებდა ის და რომ მივხვდი რომ გაგის და ისე მოეწონა და უცებ რომ გაიხედა გამოიხედა და არიკაცი ახალ გადადგათ მომადგამზეო და აცია და უკან მითხრეს რომ აი იცოდეო რომ ძალიან მაგრად მოწონსო რა ხო გასაგები დადინებები იყო რაღაცები ანუ უბრალოდ ეხლა ჩვენ ტრანსლაციას რო უყურებდით ესე იგი არ ვიცოდი რაზე მომეხდინა კონცენტრირება ნუცაზე თუ შენ სახეზე რო დადიოდა იცოდი რომ გიღებდნენ ანუ ოპერატორთან უბრალოდ რეჟისორთან ჩაწყობილი ხო არ ქონდა რომ ეთერში ხარ ხო არ გეუბნებოდა სპეციალურად ეს ხო არ იღებდი ეს დროშა იყო რომელიც 2008 წელს ქონდა ჯორჯიაზე წაღებული იგივე დროშა იყო და
მოგეთხან ამბილად მაგისტრის კი ძალიან გურცვლად განისტიდი და გამოიღო შედეგი შენ დედასვიცა მე მეგონა რომ მოკვდებოდა მამულიჩა აი იმ ისეთ ემოციებში არა მოდი ნოვიტყვით ესე რა ეს ჩვენი ქვეყნის სახელი წასული ადამიანი იყო და ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ხო გაუხარდა ყველას კი ყველას გაგვიხარდა ძალიან და ამიტომ შესაბამისად იცი რა რთულია ძალიან რთულია ბრიტვაზე დადიხარ ფაქტიურად და საკმაოდ ახლა რუსეთის და არა მარტო რუსეთის სოფლიო ვარსკვლავების ხედად ეხა ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს ეს მეორე თემა არის ამ ადამიანმა ეპოქა შექმნეს უდაოდ საკმაოდ დიდ სოლიდურობას მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან ეს არის უდიდესი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთთან პუგაჩოვაზე თქვა რომ ის ნიჭიერი არ არის და ძალიან მაგარია არა ნიჭიერის გარდა ძალიან მაგარია შალვა ეს არის არ ვიცი ეს როგორი ადამიანი გენიოსია ეს ადამიანი ეს არის უჭკვიანესი უნიჭიერესი და უძლიერესი დამოკიდებულება როგორ უყვარდა როგორ პატივსცემენ მე ესე ვერ გავიცანი მაგრამ აი კულისებში დავინახე რომ გადიოდა ხაჩარის გალკინმა მომილოცა ძალიან ეჩქარებოდათ ესე რომ თქვათ და დაცვაც თან იმდენი დაყვებათ რომ გალკინმა ესე მაგ შორის ამ ქალის სიძლიერე რატომ მინდა ესე აღვნიშნო რა თავისი იუბილე რო იყო უკრაინის დროშის სფერებში იყო გამოწყობილი ისე მოვიდა და მე რუსებმა კი ამოჭრეს რუსეთმა პირველმა არხმა და არანახა ალბათ ეს მაგრამ აი ესე გამოჩნდა და იმხელა შოკი ხა ბევრისთვის ხა რა თქმა უნდა ცოტა ისეთი ნაბიჯია ეგ არა მარტო ალა მთელი მისი ოჯახი თამამი ხო ოჯახზე გამახსენდა შე შვილი მოგწონს ხო ძალიან რა ნიჭიერი ხო მაგრამ მაგათ გვარში როგორ აქვს იცი მაგის საწოლი ჯერ დაბადებული არ არის ხო და შანსები მე მგონი ხა იმდენად არ არის თუ შანსი მიცეს შანსი ეგრე არ არის ეგრე არ არის ხო თავისას არ გაუშვებს ხო ბოლოს პრიზზე მინდა კითხო 50000 euро რაში უნდა დახარჯო 38 ისე საშემოსავლო შედის 12000 მოვაჭრა სასშემოსავლო არ ვიცი ალბათ უფრო სახლზე ვფიქრობ მე სახლი გინდა იყიდო ოჩაღ რა გინდა გოგონა მინდა რა სახლი შეიძლება რა თქმა უნდა სად გინდა როგორი სახლი გინდა შენი სახლი როგორი წარმოგიდგენია პატარა რაღაც პატარა და საყვარელი პატარა და საყვარელი რამე კერძო თუ რაღაც კერძო არა ჩვეულებრივი ბინა რომ მქონდეს აი უბრალოდ რომ გამახსენდეს რომ აი ამ იმითი აი რაღაცა დამრჩეს სამუდამოდ ხალი მაინც ხალია რა ხო ხედავ აი ხალია ჭკვიანი გოგოა ზა 17 წლის უკვე იცი სახლი დამრჩეს ძალიან ჭკვიანი აი ბიჭო მოიგო მამული 16 წლის ასაკში 38000 euро რომ მოგვეგო აქ არ ჩამოვიდოდი იქიდან ტურნეში წავიდოდი კიდე ძალიან კარგი გილოცავ ნუცა დიდი მადლობა ერთხელ მთელი ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივის სახელით ძალიან მაგარი გოგო ხარ ძალიან გაგვახარე ყველა მეც და მთელი საქართველოს ძალიან მაგარი პროდიუსერები გყავს პროდიუსერის პროდიუსერი დაუჯერე მაგათ ყველაფერში ეგ კიდე საკითხებია ვინ მისი პროდიუსერია ხო არა ეს მე ვარ ამათი ორივე პროდიუსერი მეგრელი არ ხარ წარმოშობილი მეგრელი არ ვარ დედა ყავს მეგრელი მეგრელი დედა ყავს კანკავა ისეთი კარგი ისეთ მეგრულად რო საუბრობს ისეთი მეგრელი ხო გასაგებია გისურვებ წარმატებებს და კიდევ ერთხელ კი არა კიდევ მრავალჯერ გაგვეგოს ნუცა ბუზალაძის სახელი დიდი მადლობა მოგზაურობისთვის დიდი მადლობა